საღამო მშვიდობის დღეს კვირა და ეთერშია გადაცემა მთავარი რეპორტაჟი. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი გიორგი ახალკაცი ვარ და ყოველ კვირას მოგიყვებით რა მოხდა ჩვენს რეგიონში კვირის განმავლობაში. მთავარი დღევანდელი გადაცემა ისევ და ისევ კასპს დაეთმობა როგორც გასულ კვირას. კასპი თუ აქამდე ვინმემ არ იცოდა, არჩევნების შემდეგ ყველამ გაიცნო. ზოგს ტატამზე ახსენდება, ზოგიც კი პატარა ბიძინას არსებობის შემდეგ იხსენებს. ბოლო პერიოდში კასპში პოლიტიკური ვითარება საგრძნობლად დაიძაბა. როგორია დღევანდელი რეალობა, დღეს ჩვენი გადაცემიდან გაიგებთ. ენდეთ მთავარ რეპორტაჟს. დაძაბულობა კასპის რაიონში, კასპის მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გამგებლის, ოლეგიაძის, პოლიციის უფროსის, მამუკა ჯანანაშვილის და საკრებულოს თავმჯდომარის დავით მესროფაშვილის მიმართ, რატომ ითხოვს ათეულობით ადამიანის სამი თანამდებობის პირის თანამდებობიდან წასვლას. სასწრაფოდ წავიდეს რაიონი და საერთოდ უნდა წავიდეს საერთოდ. რატომ და იმიტომ რომ ნაციონალურ ვებრძოდი და უარესი ნაციონალური ხროვა მივიღე კომისა კასპის რაიონში. ბატონ ოლეგიაძის დატოვოს თანამდებობა ოლეგიაძემ და თქვენ ფიქრობთ რომ ვერ ასრულებს თავის მოვალეობას? რა თქმა უნდა, ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. მან უკვე ფაქტიურად გასულია კოალიციის რეჟიმიდან. კოალიციის წევრი არ არის, პირიქით იმას რა ქვია, საკრებულოს ნაციონალ დეპუტატებს რო იტყვიან ყოველ შაბათ-კვირას ალაფურშეტებს უმართავს რესტორანში და ისე კვებავს უკვე გაფურჩქრის ასაკში შევიდნენ ნაციონალები კასპში. ჩემ მეგობარს ონკოლოგიური მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს, დაოპერაციებელ ადგილში ხელით შეეხნენ, აჯანჯღარეს, დედააგინეს, სახლში დაეგდე თუ ავატყოფი ხარ და დაელოდე იმ ბოლოშენ პარასკევს. როგორც ჩანს, კასპის პოლიციის ახალ უფროს ვერ გაუგია, რომელ საუკუნეში ცხოვრობს და სად არის. ქართული ოცნება იმისთვის არ მოვიდა ხელისუფლებაში, რომ იგივე გაიმეოროს, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა და უარესი. ოლეგიაძემ ყველა ახალგაზრდას მიწოდა ნარკომანი, ყველა დაგავდანაშაულა უმიზეზოდ, ამის გამო მთელი კასპის რაიონი, არა მარტო ახალგაზრდები, ზურგს ვაქცევთ ბატონ გამგებელს. ქუჩაში გამოსული მოქალაქეები და ცოცხალი ჯაჭვი კასპის ქუჩებში. რატომ უწოდებს ოლეგიაძე მაჟორიტარ დეპუტატ დავით ონოფრიშვილის ოფისში შეკრებილ ახალგაზრდებს ნარკომანებს და კრიმინალებს? რატომ გაუნაწყენდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგიაძე კასპის მაჟორიტარ დეპუტატ დავით ონოფრიშვილს? დაუშვა თუ არა დათომ შეცდომა და არსებობს თუ არა შეუცვლელი გამგებელი. ეხლა მოიხსენება დაინიშნა მილიციის უფროსი, მილიციის უფროსმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა, ეს ჩემი დავალებაც არის მასთან მიცემული კრიმინალებს, ნარკომანებს სამწუხაროდ კასპში ნარკომანია ყვავის. ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდებ ოლეგიაძეს თავი დაანებოს კინკლაობას და მიხედოს საქმეს. აი ეს არის ჩემი მოსაზრება და შეუცვლელი გამგებლები არ არსებობენ, ამიტომ მე კიდევ ერთხელ თავაზობ მას, რომ ეს საქმიანობა გაგრძელდეს და დაანებოს ასეთ სხვადასხვა მხარეს ინტერვიუების დარიგებას. მე ნამდვილად არ მეყონა თუ ბატონი და ონოფრიშვილი ამდენ შეცდომას დაუშვებდა. კონკრეტულად რა შეცდომაზეა საუბარი ბატონო? ახლა ნახეთ მთავარ რეპორტაჟში. მაშასე ეს მთავარი რეპორტაჟია, მე კი გადაცემის წამყვანი გიორგი ახალკაცი ვარ. დიდი მადლობა მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან კასპის ეგრეთ წოდებული აქტიური ადამიანები, რომლებიც მოღვაწეობენ იგივე პოლიტიკაში და იგივე ჩვეულებრივ მოქალაქეები არიან და სურთ რომ დააფიქსირონ საკუთარი აზრი. ქალბატონი ხათუნა გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბოლო პერიოდში ქალბატონი ხათუნა ჩვენი გადაცემის და სატელევიზიო ეთერში ხშირად მოღვაწეობთ, ასე ვთქვა და ხშირად აქვს საშუალება მაყურებელმა თქვენი მოსაზრებები გაიგოს. ქალბატონო ხათუნა, პირველი თქვენ დაგისვავთ კითხვას, რატომ დაიძაბა კასპში სიტუაცია ბოლო პერიოდში? ბოლო პერიოდში კასპში სიტუაცია დაიძაბა ერთი მიზეზის გამო, მთავარი მიზეზი ის არის, რომ მთლიანად კასპის მოსახლეობას მიაყენეს შეურაცხყოფა. როდესაც კასპის გამგებელი ბატონი ოლეგიაძე გამოვიდა და ფაქტიურად ქალაქი კასპი გამოაცხადა ნარკოქალაქად. როდესაც ამბობს, რომ 4 ადამიანი და 3 არის ნარკომანი, ფაქტიურად გამოდის, რომ თითოეულ ოჯახში არის თითო კაცი მაინც ნარკომანი. აქედან გამომდინარე, მან დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმპცია, როდესაც
50 ახალგაზრდა, რომლებიც შეიკრიბნენ შეურაცხყოფილი ახალგაზრდები, შეიკრიბნენ ბატონ დავით ონოფრიშვილთან, თავის მიმართეს კასპის რაიონის მაჟორიტარს, მაშინ როდესაც ეს გამოიწვია იმან, რომ პოლიციის უფროსმა ფაქტიურად გადაამეტა თავის თანამდებობას და არა კანონის ძალით, არამედ ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო ზეწოლა მოსახლეობაზე. ქუჩაში ახალგაზრდას ფაქტიურად აღარ დაედგომებოდა და სატელევიზიო ეთერით უცებ ოლეგ გიაძე აცხადებს, რომ პოლიციის უფროსი ამ დავალებას ასრულებს მისი მითითებით. ფაქტიურად გამოდის, რომ პოლიციის უფროსი კანონზე ზემოთ აყენებს გამგებლის მოსაზრებებს და მის მითითებებს. მოსახლეობამ დაინახა, რომ გამგებელი, რომელიც რაიონს უნდა ხელმძღვანელობდეს და საქმეს აკეთებდეს, ფაქტიურად გადასულია ყველგან ორი ადამიანი სადაც დგას, მას ეჩვენება, რომ მის წინააღმდეგ არის რაღაც შეთქმულება და ასრულებს პოლიციის ხელით ამ მოსახლეობის ახალგაზრდების დაშინების მიმართავს მათ დაშინებას. ხალბატონ ხატუნა, თქვენ როგორ ფიქრობთ, ოლეგ გიაძემ კასპში ნდობა დაკარგა ამ განცხადებების შემდეგ? ოლეგ გიაძემ ფაქტიურად კასპში ნდობა დაკარგა თავის ქმედებიდან გამომდინარე და კასპმა სამაგიეროდ გასცა ამაზე პასუხი, როდესაც თქვენ ახსენეთ ცოცხალი ჭაჭი, ფაქტიურად კასპმა ზურგი შეაქცია. ხალბატონ ხატუნა, თქვენ როგორ ფიქრობთ, ოლეგ გიაძეც იგივე არ შეუძლია გამოიყენოს თავისი მომხრეები და მხარდამჭერები და გამართოს ანალოგიური აქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოვიდნენ მაშინ ქუჩაში და დაანახოს ის, რომ მას აწყავს მხარდამჭერები. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, გადაწონა ადამიანების იმ ადამიანების კატეგორია, რომლებიც ოლეგ გიაძეს ენდობოდნენ ამ შემთხვევაში უნდობლობა? ეს ადამიანები არ არიან არავისი მხარდამჭერები, არც ერთი მხარის, როგორც ეს ბარნოვი აღნიშნავს, რომ თურმე აქ იმყოფება ორი მხარე. იქ არის მხოლოდ ერთი მხარე, ეს არის კასპის მოსახლეობა და აქედან გამომდინარე, ეს არის მხარე იმისა, ფაქტიურად კასპმა მიიღო ერთი გადაწყვეტილება, ის დადგა კოალიციის გვერდზე. ეს ადამიანები ფაქტიურად მხარდამჭერები იყვნენ კოალიციისა და ისინი ითხოვენ მათი ამომრჩეველი ითხოვს მათ მიერ არჩეული დეპუტატისაგან მოითხოვეს უბრალოდ ამომრჩეველმა მათ მიერ არჩეულ დეპუტატს მოსთხოვა პასუხი, რომ დაეცვა ეს მოსახლეობა დაუცველი, რომელიც დღეს იმყოფება გამგებლის და პოლიციის უფროსის მიმართ. ხალბატონ ხატუნა, გავაგრძელოთ აუცილებლად საუბარი. მე მაყურებელს შევახსენებ 791-61 791-62 არის თქვენს განკარგულებაში, დარეკეთ და დააფიქსირეთ საკუთარი აზრი. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ კასპში განვითარებულ ბოლო პერიოდში მოვლენებზე, რომელიც საკმაოდ აქტუალური არა მარტო შედაქარში, არამედ მთლიან საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემა გახდა, მე შემიძლია ასე ვთქვა. მე ხალბატონ დალისთან გადავალ კითხვით. ხალბატონ დალი, მე დღეს შევეცადე დამეპატიჟე მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც განმიცხადა, რომ უბრალოდ ვერ მოახერხებდა დღეს გადაცემაში მოსვლას, რის შემდეგაც თქვენ გამოგაგზავნათ გადაცემაში და ხალბატონი რუსუდან ზაქარიაშვილი, რომელსაც თურმე ძალიან აღელვებს კასპის ბედი, როგორც მე გავიგე და სურს რომ ისაუბროს კასპში არსებულ მოვლენებზე. ხალბატონო რუსუდან, მოდი თქვენ გეტყვით. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორია კასპში დღევანდელი რეალობა და არის იმის საფუძველი, რომ ხალხი გამოვიდეს და მოითხოვოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადადგომა, პოლიციის უფროსის თანამდებობიდან წასვლა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება? დღევანდელი მდგომარეობა კასპში არის ხელოვნურად შექმნილი. ვინ ქმნის ხელოვნურად ამ სიტუაციას? მოგახსენე. ვინ ქმნის ამ სიტუაციას? ვინც ქართულ ოცნებაში იყო თავიდანვე, რომელიც ის ქართულად არ აოცნებობდა და ქართული ოცნების ერთგული წევრი არ იყო. დღესაც ზუსტად ისინი არიან ამ საქმის. გაგაგრძელებდით საუბარს, აუცილებლად ზარია ეთერში, მოგესალმებით, გისმენთ საღამო მშვიდობის. მოგესალმებით. გამარჯობა. თქვენ სტუმრებს. თქვენი გადაცემიდან მე დიდი ხანია უსმინდა უცქეი და მიყვარს თქვენი გადაცემა. დიახ, დიდი მადლობა. მე იმ ოლეგ გიაძე ვინ არის? ეთქო ვეგა არაპროფესიონალის ადამიანია და არ აქვს მეტი გაგება და შეგნება. მან შეკრიბა თავისნაირები ოლეგ გიაძე თავისნაირები და იმიტომ ექცევა ამ საწყას ხალხს ეგრე. როგორ ექცევა ხალბატონო, თქვენ როგორ ეკცევა ოლეგ გიაძე ხალხს?
აიო, როგორ ხდებიანო, ცემენო, უსწორდებიან, ეგ შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის. ქალბატონო დალი, როგორ ექცევა ოლეგიაძე ხალხს? იქნებ განუმარტოთ თქვენ მუნიციპალიტეტის გამგებლის ოლეგიაძეს მოადგილეებს ბრძანდებით. სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებ, პატარა ექსკურსი გავაკეთოთ. საიდან დაიწყეს სკოლა? ქალბატონმა ხათუნამ აღნიშნა, რომ ეს სიტუაციები გამწვავდა ერთი კვირის უკან. მე ამას არ ვეთყოდი ერთი კვირის უკან. ოლეგი იაძე დაინიშნა გამგებლად პირველი დღიდან ეს სიტუაციები არის. რთულად რაიონში. რატო არის ამ გამოიწვია ქალბატონის სირთულეები გითხრათ? სირთულე რამ გამოიწვია? კი, თქვენ აღნიშნეთ რთულად არის საქმე. გამომდინარე არ არის სირთულე. საქმიდან გამომდინარე. ირონებიდან გამომდინარე არის ეს სირთულე. ყველაფერი არის ერთი სკამისთვის ბრძოლა. ვის სურს ოლეგიაძის სკამი? თუ შეიძლება მიკროფონით ვისაუბროთ. ვის სურს ოლეგიაძის სკამი თუ შეიძლება? მიკროფონით ვისაუბროთ თუ შეგიძლიათ? ოლეგიაძის სკამი კარგახანია სურს გიორგი ბესტავაშვილს. გიორგი ბესტავაშვილი იყოფება სტუდიაში. გიორგი იყოფება სტუდიაში. გიორგისთან მე ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა მაქვს, წლებია ჩვენ ვიცნობთ. ვიცნობ როგორც ახალგაზრდას, განათლებულ ახალგაზრდას. გიორგის აქვს ამბიცია, რომ იყოს კასპის რაიონის გამგებელი. გიორგის რომ აქვს ეს ამბიცია, ცუდი არ არის. კი ბატონო, გიორგის აქვს ამბიცია, რომ უნდა იყოს კასპის რაიონის გამგებელი. გიორგის აქვს თორე ამბიცია აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს. ზარი შემოუშვათ ეთერში იქნებ რასურს რო გითხრას მაყურებელს. მოგესალმებით გისმენთ. მოგესალმებით გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. მე ხლავ გადაცემას დიახ გისმენთ, ბრძანეთ ბატონო. უყურებ გენერალე. ვარ კასპელი ადამიანი. და მე თვითონ მხარს უჭერდა ძალიან მიყვარს ოცნება. ბატონ ბიზნეს თამატობით. დიახ. გენერალე, მე ხლავ სამადამიას რო უყურებ, უბრალოდ ნერვები მეშლება და გული მერე, აი მაგათ რო უყურებ. ძალიან ხო, კორექტულად სიტყვები მიცავენ. კაჩახს. უბრალოდ არასწრებიათ, ჯერ იმიტომ რომ კაცი იძახის რომ მეფე უნდა გახვლე კასპისო. და უნდა კასპი მართო, როგორ უნდა მართოს ოლეგიაძე და მაგისტრალება კასპი. უბრალოდ ამიხსნა და ჩვენ კასპელებმა ხმარ უნივერსიტეტის ოცნებას. რატო არის ნაციონალები მოადგილეებას, რატო არის ნაციონალები საკრებულოში? მაშინ რაღაცა დარჩა ეს ხალხი. ზრისკალ თავისუფლით მაგათკარ გვეყოლეზე და მარტო იმიტომ მიყვარს მე ბიზინა და მარტო მიყვარს იმიტომ მიყვარს ოცნება რომ სექსპერერი მოგვაცია ვინ არიან ეგრე რატო შეხედან მათ კონტრაბანდისტი ერთი გიჟი და მეორე ვინ არიან ძალიან დიდი ბოდიშით დიდი მადლობა ზარის დაფიქსირებისთვის თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის თუ შეიძლება მე მიმართავ ყოველთვის მაყურებელს თუ გამოხვალთ ეთერში თქვით ნებისმიერ რამე უყურთ კორექტულად ძალიან დიდი თხოვნა იქნება ჩემი თქვენდამი გსურთ მუნიციპალიტეტის გამგებლობა. ქალბატონმა დალიმ განაცხადა, რომ თქვენ გსურთ ოლეგიაძის სკამი. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მოგესალმებით. სკამის სურვილი არ არის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არც ერთი სკამის სურვილი არ ყოფილა გამოსაზრდელი ცხოვრებაში არც ერთი მოქმედების. კასპის გამგებელზე თუ ნაკლები არა, თუ მეტი არა, ნაკლები თანამდებობა არ დავტოვე მე ამ ბრძოლის დროს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გახდით, პრეზიდენტის მრჩეველი გახდით და წამოვედი იმ თანამდებობიდან არა იმიტომ რომ გამოვკიდებოდი რაღაც სხვა თანამდებობებს, არამედ იმიტომ რომ იმაჩნდა ქვეყანაში მართლობის ის ტიპი, რაც იყო 1 ოქტომბრამდე დასრულებულიყო. შესაბამისად, ჩემთვის სტატუსები გამოსაზრდელი ცხოვრებაში არ უსარყოფილა, ჩემთვის თავარია ის ღირებულებები, პრინციპები, რა ღირებულებებს და პრინციპებსაც უნდა ახორციელებდეს ხელისუფლება, როგორც ცენტრალური მართლობის პირობებში, ასევე რეგიონალურ მასშტაბში. შესაბამისად, მე ვერ დავეთანხმები ქალბატონ დალის რომ мотивация სკამებისთვის ბრძოლა არის. სკამებისთვის ბრძოლა არის სკამი და თანამდებობა არის შესაძლებლობა იმისა, რომ გატარდეს ისეთი პოლიტიკა რაიონში იქნება ეს თუ ქვეყანაში და ამ შემთხვევაში რადგანაც რაიონზე გვაქვს ლაპარაკი რაიონულ თანამდებობებს შევეხები, რომელიც ხალხს მოუტანს მეტ კეთილდღეობას, მეტ სიკეთეს. მე მიმაჩნია რომ ძალიან სამწუხარო რომ დღეს ის სიკეთეები, რასაც ჩვენ სულყოლანი ერთად პირდებოდით კასპის მოსახლეობას, არის შეფერხებული იმის გამო, რომ რაიონის ხელმძღვანელობა ძირითადად დაკავებული არის კინკლაობით, დაკავებული არის ბრალდებებით და მე პირადად შემიძლია გითხრათ, არაერთი უსაფუძვლო ბრალდების მოსმენა მომიხდა ჩემი მიმისამართით
სხვა შორის აუცილებლად მინდა გამოვყო ეს რომ ბატონმა ოლეგმა რამდენიმე დღის წინ აფრიალა დოკუმენტები მაგას დავგადავალთ აუცილებლად ერთი წამით უბრალოდ აი ერთი სიტყვას დავამთავრებ ერთი წამით და ეხლა არა დოკუმენტების სხვა რამეს ვამბობ ჯერ ერთი საინტერესოა რატომ არ იყო იქ ჩემი დოკუმენტების ნაფრიალები თუ არა ერთხელ ვარ დაჯერებული და დანარჩენ შემთხვევაში კიდე რა კრიმინალთან მქონდა საქმე იყო ის იმას დოკუმენტები ვინც სატელევიზიო ჩვენ მე არაერთხელ მომიწია არა მეც მოგეცით კომენტარი აუცილებლად უნდა აღვნიშნო ესეც კი ბატონო იმის შემდგომ ვინც მისცა იმაზეც იყო ლაპარაკი იქ და ჩემ და არც თუ სასიხარულოდ ჩემთვის თუ რომ ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას რომ მახალისებს ეხა ვინმეს წინააღმდეგ კომენტარების მიცემა მეც მაქვს კომენტარები ბატონი ოლეგის წინააღმდეგ მიცემული და მასაც შეეძლო ამოეღო ეს დოკუმენტები თუ კანონდარღვევით ხელი მიუწვდებოდა ამ დოკუმენტებს ზარი ეთერში გთხოვთ შემოუშვა ზარი გისმენთ მოგესალმებით საღამო მშვიდობის მოგესალმებით თქვენ თუ შეიძლება ხმამაღლა ვისაუბროთ არის მის თქვენი ხმა მივესალმებით თქვენ სტუმრებს და მივესალმებით სრულიად შიდაქართლის მოსახლეობას და განსაკუთრებით კასპის რაიონის მოსახლეობას რაც ხდება აი რა პიარი ჩაგორდა ამ კაცის წინააღმდეგ ძალიან გულითქვა მე ხაშურიდან გეხმიანები ოლეგიაძეს საქართველოს კარგად იცნობს რა დამსახურებული სპორტსმენი და რა გულიანი კაცია და როგორ ედგა ამ მოძრაობას მხარში ერთადერთი კაცია რომელიც მართ აი ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციით დაინიშნა რა აი შიდაქართში არც ერთი გამგებელი არ დანიშნულა ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციით აი როიქიდან შეიძლება რეკომენდაციას არ გაუწევი არაფერი არ უთქვი ამ კაცს ეს კაცი უნდა იყოს მაგრამ ქართული ოცნებიდან ეს კაცია რა გინდათ რას ერჩის ამ კაცს კაცი აკეთებს საქმეს ახლა რატო არ მოხსნა ნაციონალები ყველა ეგ რომ მოეხსნა მე ხომთლად დაამხობდი თავზე ყველაფერს დააბრალებ ვინ დაამხობდა ბატონო იქ დააკონკრეტოთ ვინ დაამხობდა ოლეგიაძეს თავზე როგორც თქვენ აღნიშნეთ ყველაფერს რომ მოეხსნა ნაციონალი ვინ დაამხობდა და კოალიციაში დანარჩენი შემავალი პარტიები აღარ მინდა ახლა დავაკონკრეტო მაგრამ ახლა პირდაპირ ებრძვიან ეს რესპუბლიკელები რა არ შეიძლება ასეთი რამე ასე ღია ბრძოლა როცა კოალიციაში ხარ ერთ კოალიციაში და ასე გამოკვეთილად ერთი პარტიის წარმომადგენელი აი ქალბატონი წარმოადგენელია ფათანაშვილი ყველა მიტინგში ღებულობს მონაწილეობას მის წინააღმდეგ ეს არაფრით არ შეიძლება ეს არის პირდაპირ წყლის დასმა ნაციონალების იმად ძალიან დიდი მადლობა. ხათუნა, როგორცეთ მაყურებელს პასუხი და გეტყვით კიდევ და აი გააგრძელეთ მოაყოლეთ ამას თქვენი პასუხი ამ შემთხვევაში. ოლეგიაძემ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან ჩვენთან საუბრის დროს განაცხადა, რომ თქვენ და ბესტავაშვილი გიორგი ბრძანდებით ასე ვთქვათ, რომლებიც ძირს უთხრით მას. აუცილებლად გავცემ პასუხს. ერთი ბატონმა აღნიშნა, რომ ოლეგიაძე კოალიციაშია, მე დასტურებ იმას, რომ ოლეგიაძე თავისუფალი დემოკრატებიდან გასულია და ასე არც ერთ კოალიციაში შემავალ არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ არის, ასე ვთქვათ, კოალიციურ რეჟიმიდან გასული. ეს ერთი. მეორე, რატომ ეს ცოტა სხვა სიტყვა ვებრძვით ოლეგიაძეს. ოლეგიაძეს არავინ არ ებრძვის, ოლეგიაძემ თვითონ დაიყენა თავისი თავი კოალიციის გარეთ. იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ოლეგიაძე არჩეული იქნა, ან დანიშნული იქნა ამ თანამდებობაზე, მან პირველ მოადგილედ დანიშნა ნომერ პირველი ნაციონალი ზაზა მოსიაშვილი, რომლის ოჯახმაც წინა საარჩევნოდ ნაციონალების ანგარიშზე გადარიცხა 60,000 ლარი. აქედან გამომდინარე, ანუ შემდგომ თანამდებობებზე ადმინისტრაციული სამსახური გამოყო ადმინისტრაციულ სამსახურს იურიდიული სამსახური და შეუქმნა ნაციონალს ეს სამსახური კოპაძეს. ოლეგიაძე ფაქტიურად გვერდზე დგას და ერთადერთი რგოლია, ვინც დღეს იცავს ამ კასპის გამგებელს, ეს არის ნაციონალების საკრებულო თავმჯდომარე ბატონი დავით მესროფაშვილი, რომლის წინააღმდეგ თავად მე პროკურატურაში აღწეული მაქვს საქმე, როგორც კორუმპირებული ჩინოვნიკის წინააღმდეგ და დღეს ოლეგიაძე იცავს ამ ადამიანს. ანუ პირიქით ეს თავმჯდომარე იცავს მას. თავმჯდომარის მოადგილე გოჩა გოგოლაური მისი ქალიშვილი გადაყვანილია საზოგადოებრივი სამსახურის იქაც მე ამაზე უცებად უნდა გითხრათ ნაციონალიზმი მუშაობდა ქალბატონი ელენა სამსახურში როგორც ჩემთვის არის ცნობილი გამგეობაში და შემდგომ როგორც დატოვეს მე ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ წინა გადაცემაში და მე მითხრეს რომ როდესაც მოვხვდი მე კასპის გამგეობაში რომ ეს იყო ტყუილი იმიტომ რომ ის მანამდეც მუშაობდა მე ვიცი რომ ეს ადამიანი მუშაობდა შტაბში ნაციონალების შემდგომ გარიგება მოხდა ასეთი
თუ ჩვენ გვაბრალებენ იმას, რომ შეთანხმებულები ვართ რაღაცეებში. ანუ ოლეგიაძე და საკრებულოს თავმჯდომარის შორის გარიგება ასეთია, თუ მოხდა განთავისუფლება ნაციონალების იმაში გამგეობაში, მოხდა ამ ადამიანების გადმოყვანა საკრებულოს ადმინისტრაციულ სამსახურებში. როდესაც ოლეგიაძე გამოდის ტელევიზიით და აცხადებს, რომ ის ხსნის 17 საკრებულოს რწმუნებულს, კი არ ხსნის 17 საკრებულოს რწმუნებული გადაყვანილია მთავარ სპეციალისტებად. დღეს, როდესაც იმ საკითხზე, რაზეც ჩვენ შეტანილი გვაქვს პროკურატურაში, რომ დაკარგულია სუბარო 29400 ლარია გადახდილი ბიუჯეტიდან და პროკურატურაში აღძრულია საქმე, ჩვენ დღეს ჩაგვივარდა ხელში დოკუმენტი იმისა, რომ ამ სუბაროს შესაკეთებლად, ანუ ძრავის შესაცვლელად მესროფაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ გიაძეს მიმართავს, რომ გამოიყოს ძრავის შესაკეთებლად თანხები ბიუჯეტიდან. ნუ თუ ოლეგ გიაძე და დღეს აქციის გამგებლის მოადგილე ქალბატონი დალი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემდა, ჩვენ არაერთხელ ვიდრე თანამდებობაზე მოვიდოდა, მქონია კარგი ურთიერთობებიც, ქალბატონმა დალიმ იცის თუ არ იცის ამის შესახებ, როდესაც პროკურატურაში აღძრულია საქმე ამ კონკრეტულ მანქანაზე, რატომ იყოფა ბიუჯეტიდან თანხები მის შესაკეთებლად. შემდგომ ძალიან გთხოვთ, ზარი შემოუშვათ ეთერში. გადმოვა პასუხი აუცილებლად ავტომატურად თქვენზე. ზარი ეთერში. გვარდასახელი კითხეთ მოხდა. გისმენთ ქალბატონო? მოგესალმებით. გამარჯობა. მერესალმებით თქვენს სტუმრებს. საერთოდ შიდა ქართლის მოსახლეობას. მინდა ერთი რამე გითხრათ. იცით რა არის? საერთოდ არ ვიცნობ ვინ არის ოლეგ გიაძე. და არც არანაირი შეხება არ მაქვს დამეწყნეს გულწრფელად კასპთან. ეს ყველაფერი ისეთი სახალისო გახდა დამეთანხმეთ, რომ ყველანაირ ზღვარს ანუ რადგინდათ თეატრი, რადგინდათ რამე. გავგიზდი ახლა მაპატიოს ქალბატონმა არ ვიცნობ, აი ეთერით ვიცნობ ძალიან ხშირად უყურებ ქალბატონი ხათუნა თუ არ ცდები. პირდაპირ გადარეული ვარ, რა გიშლით ქალბატონო ხელს, რომ თქვენ საქმე აკეთოთ. რას ნიშნავს ნაციონალები? ამიხსენით ერთი. თქვენ ყველანაირი ბერკეტი გადაჩნიათ საიმისოდ, რომ ხალხს რაღაცა გაუკეთოთ. რას ნიშნავს ხალხო? აი პირდაპირ გაგიჟებული ვარ, აი ჩვეულებრივი მოქალაქე გირეკავთ, დამერწმუნეთ. გადარეული ვარ პირდაპირ. ნაციონალები, მე მგონია, რომ კლანით მიდის და კლანი მოდის. რატომღაც? თანაც ესეთი საუბარი როგორ შეიძლება? თქვენ ერთი ქალაქის ხალხი არა ხართ? მე გარედან ვიყურებ, გარედან ტელევიზიით და საერთოდ გიჟათავარ, არ ვიცი ესეთი რამე. ესეთი ზიზღი ერთმანეთის მიმართ. როგორ დამაჯერებთ, რომ თქვენ საქმის კეთება გინდათ? რას ლაპარაკობთ? ეს ხო აბსურდია ახლა, რასაც მე ვაპარაკობ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის, მადლობა მაყურებელს, რომ გავცეთ პასუხი. თქვენ ხშირად აზრის დაფიქსირებისთვის. ნუ ისწავლები თქვენ ტელემაყურებელს და ქალბატონ ხათუნას მინდა ესეთ პასუხი გავცე. აქვე უკვე ცრუობს ეს ქალბატონი იმის გამო, რომ ოლეგ გიაძემ 17 გამგებელი მოხსნა და 17-ვე არის დარჩენილი იმ გამგეობებში, ეს არის სიცრუე. მაშინ მოიტანოს ის დოკუმენტები, რომელი გამგებელია დარჩენილი. რაც შეეხება ოლეგ გიაძე რო ლობირებს ნაციონალებს, ესეც არის დიდი ტყუილი. აქედან გამომდინარე მე გეტყვით, ერთადერთი ოპოზიციონერი, რომელიც არსებობდა საკრებულოში, ეს იყო ქალბატონი ხათუნა, რომელმაც ოლეგ გიაძის პირველივე დღიდან რომ დაერჩიათ ეს ადამიანი, მაშინ მხარი არ დაუჭირა. მაშინ ოლეგ გიაძეს არც საქმე ჰქონდა ნაკეთები, არც გამგებელი იყო, ოლეგ გიაძე იყო ერთი რიგითი აქტივისტი ქართული ოცნების. აი ამ კითხვაზე გაგვცეს პასუხი, რატო არ დაუჭირა ქალბატონმა ხათუნამ ოლეგ გიაძეს ერთადერთმა ოპოზიციონერმა თანაგუნდელმა მხარი და იძახის, რომ ეს ნაციონალები ესე. მაშინ ერთს ვეთქვი, მას ყავს ფრაქციაში ნომერ პირველი ნაციონალი, სიით ნომერ პირველი. ეს ადამიანი იყო ნომერ პირველი ნაციონალი და რატო არის ის ხო იყო ხო ნომერი პირველი იყო. აქედან გამომდინარე იმ საკრებულოში ყველა ნაციონალი იყო, ეს ერთი ქალბატონი იყო ოპოზიციონერი. მათიას არჩევია გამგებელი. აბა ვინა ირჩევს ახლა უბრალო ხალხს არ აქვს მაგის. ნაციონალურმა ირჩევს გამგებელი. ყოფილმა ნაციონალებმა კი ბატონო, ყოფილი ნაციონალები რომლებიც დატოვეს
დატოვეს ეს ნაციონალური მოძრაობა და ზოგი გადმოვიდა გაერთიანდნენ ფრაქციებია ჩამოყალიბებული ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელია ქალბატონი ხათუნა სადაც ყავს ნომერ პირველი ნაციონალიზმი არის არ ვიცი ერთი წუთით მე უპასუხებ მაგაზე იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ფრაქციაში ვართ 3 ადამიანი ერთი შალვა დემიტრაშვილი და მეორე მიდელაშვილი აქედან გამომდინარე თქვენ ვიზეც ფიქრობთ ეს არ არის ამ ჩვენთან ფრაქციაში ასე რომ ინსტრუქციებს უკვე გასაგებია და ნომერ პირველი ნაციონალი რომელზეც თქვენ ამბობთ მიხეილ ზერიკიძეზე რომელიც იურიდიული კომისიის თავმჯდომარე იყო მან ნაციონალები ფრაქციაში ჩვენთან არ არის ერთი მეორე მან ნაციონალები დატოვა 2 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ პერიოდში ანუ დატოვა მან არჩევნები ის ნაციონალების ფრაქცია ნაციონალების ფრაქციის დატოვების შემდეგ ეს დარჩა უფრაქციოთ და დაიწყო მისი დევნა. ანუ იურიდიული კომისიის თავმჯდომარე განთავისუფლებული იქნა თავის თანამდებობიდან და ამ თანამდებობაზე იგივე ოლეგ იაძის ლობირებით დაინიშნა ნაციონალების ფრაქციის წევრი სოსო მამულაშვილი. ამავე დროს იურისტი გაათავისუფლეს ამ თანამდებობიდან და დანიშნეს რამდენადაც ვიცი აგრონომი. ეს ერთი. მეორე რატო არ მივეცი ოლეგ იაძეს ხმა? ეს არის შიდა კოალიციური ამბავი და აქედან გამომდინარე ის რომ მე ჩემი ფრაქციით ნამდვილად არ მივეცი და ვადასტურებ. ნამდვილად არ მივეცი ოლეგ იაძეს ხმა და მისი საქმიდან გამომდინარე მე დღეს იმ ფრაქციის წევრებს და მათ შორის ჩემ თავსაც არ ვადანაშაულებ იმაზე რომ არ მივეცით ხმა. თუმცა მაშინაც მე სამართლიანად არ მივეცი ოლეგ იაძეს ხმა და არ მივიღე მონაწილეობა იმ არჩევნებში. ზარია ეთერში მოგესალმებით გისმენთ. საღამომშვიდობის. კი. დიახ გისმენთ. გამარჯობათ მოგესალმებით. გამარჯობა. მინდა შეგეხმიანოთ და აი უბრალოდ საღამომშვიდობის გესმით ჩემი ხმა? დიახ გისმენთ. უბრალოდ არ მიძნეს გული რომ არ შემოგეხმიანოთ და რაღაც არ გითხრათ. უბრალოდ ეხლა ამას უსმენ ამ ყველაფერს და ერთი მინდა გირჩევდით ერთ რამეს რომ ჯერ რეზუმე გაიგეთებინა თქვა თავიდან ვინ არის ოლეგ იაძე ვინ არიან თქვა დანარჩენები ვისაც მასთან საერთოდ და ერთიც მინდა გითხრათ რომ აი სანამ ერთი წუთი რაც შეიძლება და სანამ არჩევნები დამთავრდებოდა და დაიწყებოდა მე მანამდე ვიცოდი რომ აი მხარს დიდი პრობლემა ჰქონდა ოლეგ იაძესთან იმიტომ რომ თავიდანვე დაპირისპირება იყო კარგად იკითხონ ვინ არის ოლეგ იაძე კარგად იკითხონ ვინ არის თქვა კავშირის გამოსვლები და ისინი პიასაყოლილი რაღაცები მოდი არ არის მე მგონი საჭირო და მე მგონი მანდ ნაციონალების ლობისტებაზე იყო ლაპარაკი და მე გეტყვით და მე ერთ რამეს გეუბნებით რომ ოლეგ იაძემ ორივე შვილი სასწორზე დადო და დროშები და იმები დარბოდნენ ბიჭები და წინა ხაზზე იძრე ხო არ ვიცი ძალიან მოკლედ ვთქვა ბატონო ყველაფერი გაიხსენოს რა თუნდაც ეხლა ოლეგ იაძე და გახდა ეს აჟიტირების თემა და ოლეგ იაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების დამსახურებული და მიკითხო როგორ არის დიდი მადლობა ზარისთვის გისმენთ საღამომშვიდობის გაიჩა მაყურებელი, თუმცა დაგვიკავშირდება აუცილებლად, როგორც ვიცი ზარია ისევ ეთერში, მოგესალმებით გისმენთ საღამომშვიდობის. გამარჯობა. გამარჯობა გემეც. დიახ, გისმენთ. მე როგორც ვიცი, ოლეგ იაძე ძალიან კარგი პიროვნება, კარგი ვაჟკაცია და კარგი ქართველი, კარგი საქმის გამკეთებელი, მაგრამ როგორც ასეთი რომ ეს ქალბატონები ასე რომ ჩემი აზრით ალბათ რავი რაღაცა უნდა და ინტიმური კავშირი ოლეგ იაძესთან რაღაც მაგის მაგვარი მაგრამ ოლეგი უარი უთხრა და ამის გულისთვის არიან ასე გაბოროტებული. ძალიან დიდი მადლობა ზარის თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის. ქალბატონო დალი მე თქვენთან გადმოვალ კითხვით ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ძალიან ბევრი ზარი არის ეთერში და ვერ მოვასწრებთ ყველაფერზე საუბარს. ქალბატონო დალი ბოლო პერიოდში თქვენი სახელით საკმაოდ ხშირად ისმის კასპში. იქიდან მოდი მე ბოლო შემთხვევას გავიხსნებ მე თვითონ გაკეთებული გასულ კვირაში რეპორტაჟში, როდესაც ერთ-ერთი თქვენი ქართული ოცნების მხარდამჭერი აქტივისტი ირაკლი მილაძე თუ არ მეშლება მე მაპატიეთ სახელი და გვარი ზუსტად რომელიც გადანაშაულებდათ ასე ვთქვათ, შეურაცხყოფაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ იცით რაზეც არის საუბარი? საუბარია მე მაყურებელს შევახსენებ იმასაც, რომ ანუ ეს ბატონი აღნიშნავს იმას, რომ დაპირებულები იყავით სამსახურს, უკვე უმზადდებოდა მას სახელფასო კარტა
ხოლო მას შემდეგ, როდესაც მან მარეხ ამბეგაშვილთან ფოტო გადაიღო და განათავსა სოციალურ ქსელში, თქვენ უარი უთხარით სამსახურზე იმის გამო, რომ მან ასე ვთქვათ, ონეგიაძეს ამით შეურაცხყოფა მიაყენა. აი ამაზე რა პასუხს გაგცემთ? თქვენ მაშინ უარი განაცხადეთ ჩვენთან კომენტარზე და ეხლა რა პასუხს გაგცემთ? მე ამაზე საკმაო კომენტარი გავაგებ. ჩვენთან უარი განაცხადეთ. თქვენთან შეიძლება განაცხადე უარი, იმიტომ რომ სათქმელი აქ არაფერი არ არის. ერთს ვიტყვი, ეს ახალგაზრდა რომელიც შვილივით მიყვარდა და შვილივით გვერდში მიდგა და ნუ დღესაც არ ვიტყვი ამ ბავშვს, იმიტომ რომ არის ჩამოუყალიბებელი პატარა ბავშვი, რომელსაც არ გააჩნია მადლიერების გრძნობა ის, რაც დავითაშვილმა უნდა გაუკეთა, მაგას ვერ დაინახა. მე ყველაზე დიდი პატივისცემა მაგ ბავშვის მიმართ მქონდა, იმიტომ იყო ერთ-ერთი გამორჩეული აქტიური ახალგაზრდა. სხვათა შორის წინასაარჩევნო პერიოდში დიდი მუქარები იყო პოლიციიდან, ზეწოლები იყო ამ ახალგაზრდა ბავშვს და გავარიდეთ 2-3 დღით. დააყოვნა თბილისში, წავიდა და უკან დაბრუნდა. გითხავთ თქვენ გვერდში ყოფნა მირჩევნია, თუნდაც დამაკაოს პოლიციამ. ეს ახალგაზრდა გამოვარჩიე საკმაოდ სოლიდური თანხის ტელევიზორი ბაჩუკე წინასაახალწლო საჩუქარი გაუკეთე. დედამისი დავასაქმეთ, ერთ-ერთ ბაღში დასაქმდა. სხვათა შორის მამამისი ჩემთან განცხადებით მოვიდა. საკმაოდ სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული ოჯახია, როგორც გავიგე, გადახურვის საშუალება არ აქვს, წყალი დაზდის ოჯახს თავზე. მაგის დახმარების საშუალება გამიჩნდება თუ არა აუცილებლად დაგეხმარებით აღვთქვი და ქალბატონი დალი მოკლედ და კონკრეტულად იყო შეურაცხყოფა ოლეგიაძისთვის მარიხ ამბეგაშვილთან გადაგებულ არანაირი შეურაცხყოფა ის რომ ჩვენ ურთიერთობა დედაშვილური ურთიერთობა ძალიან ახლო ურთიერთობა ქონდა ოლეგიაძე აქ არაფერ შუაში არ არის ამ ბავშვს მე უთხარი რომ რატო ჩემთან არ გადაიღეს ურათი რა ქვია მარიხისნაირი პატივისცემა აღარა მაქვს შენთან და სიყვარული დამსახურება შენს მიმართ და ძალიან შეურაცხყოფილად მიიღო ამ ბავშვმა ძალიან ბევრი იუზრდელა ეთავხედა ყველაფერი მე ვაპატიე და დავშორდი ძალიან წყნარად ის რომ ეს ბავშვი სამსახურში ინიშნებოდა ამაზე ერთს ვიტყვი თვითონ თქვა უარი არის 10 კლასს დამთავრებული არ აქვს განათლება თანამდებობა უნდოდა მე უთხარი შვილო თანამდებობაზე ვერ დაინიშნებ იმიტომ რომ ყოველ დღე მინიმუმ 2 არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს მონიტორინგს იმაზე ვინ დაინიშნა რა კატეგორია რა კვალიფიკაცია რა განათლება მე უთხარი თანამდებობა უნდა მიიღოს იმან ვისაც აქვს განათლება გასაგებია ქალბატონი დარაჯად ინიშნებოდა მუზეუმში უარი განაცხადა მე ვერ ვიმუშავებ იმ ადგილზე პირდაპირ ვიტყვი ძალიან დიდი ბოდიში იმ სიტყვებზე იმ სამსახურში რასაც თქვენ თავაზობთ მაწანწალა ძაღლი არ იმუშავებს ამით დავამთავრეთ საუბარი ბავშვმა თვითონ განაცხადა უარი სამსახურში რომელშიც ის იყო გამწესებული ბატონ ლევანთანმა კითხვა ბატონ ლევანი გახლავთ ლევან თუთბერიძე სახანძრო სამშობლო სამსახურის უფროსი ბატონ ლევან მოდით მოვყვეთ სინქრონულად კასპში განვითარებულ მოვლენებს იყო თავიდან აქცია როდესაც ცნობილი ფრაზა ტატამი გაჩნდა და მთელმა საქართველოს იცის მაშინ მოხდა ასეთი რაღაც როდესაც თქვენ იქ მოშიმშილე ქალბატონებმა დაგადანაშაულეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში რომ თქვენ მას მიაყენეთ ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენად რეალობაში შეესაბამება ეს ამბავი რომ კი ბატონო მოგახსენებ იქ არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა მე ქალბატონებისთვის არ მიმეყენებია მათმა დაარღვიეს იქ წესრიგი იყო სამუშაო საათები დაიწყო და იმ დროს შემოვიდა ბატონი ოლეგიაძე რომელსაც თავისუფლება რომ იქ თქვენ ასე ვთქვათ დაცვის როლი შეგესრულებინათ მუნიციპალიტეტის შენობაში მე უფლება მქონდა რომ იქ დამყარებინა წესრიგი თუ ის დაცვის თანამშრომლები ვერ ამყარებდნენ ამ წესრიგს ისინი დაქვემდებარებაშია დაცვის სამსახური თუ შეიძლება ჩემ დაქვემდებარებაში დაცვის სამსახური არ არის მაგრამ ისინი გადადიოდნენ ბატონ ოლეგიაძეზე შეურაცხყოფას იხსენიებდნენ ისეთი სიტყვებით რომელიც ქალბატონებს ნამდვილად არ ეკადრებათ მე კაცი ვარ და ესეთ სიტყვებს მე ვერ ვიკადრებ ესენი იძახდნენ ყვიროდნენ ეს გრძელდებოდა სადღაც 3-4 წუთი მის შემდეგ ბატონმა ოლეგიაძემ განაცხადა რომ ეს ქალბატონები გაგვიყვანა გარეთ გაიყვანათ გარეთ მაგრამ დაცვის პოლიცია იქ არანაირი რეაგირებას აკეთებდა აქ არ ვიცი რატო რანაირად მაგრამ მე მივედი წყნარად და
ესე ქართულად რაც ხელკავი გამოვდე და ვთხოვე რომ აქ არ შეიძლება ესეთი სიტყვები, აქ არის სამუშაო საათები დაწყებული და გამობრძანდით გარეთ. მე მათთვის დანარჩენი მათ არ შევხები ვარ, მაგრამ მათმა იკადრეს ის, რაც ჰქონდათ კიდე აქამდე ნაკადრი რაღაც სისულელეები რომ ოლეგიაძე ისეთი ჩვენზე იცია, უსწორმე გაიხადა ეს ყველაფერი არის ტყუილი და კიდევ აი ეს ჩემი ის რომ მე ფიზიკურად მათ შევეხე და ფიზიკური შეურაცხყოფა მევაყენე, ეს არის იმ ტყუილების გაგრძელება. ძალიან დიდი მადლობა ზარია ეთერში და ყველასთანმა კითხვა ამ ზარის შემდეგ ძალიან გთხოვთ ყველამ რომ გამცეთ ამ კითხვაზე პასუხი. მოგესალმებით გისმენთ. ეთერში ვარ. დიახ გისმენთ. მოგესალმებით შვილო თქვენსა და თქვენ მოწვეულ სტუმრებსაც. გამარჯობა. ხანდაზმული ადამიანი ვარ და აი რაღაც უსამართლობას რაღაცას რომ მოვისმენ ტელევიზორში გული არ მithმეს რომ ხანდისთან არ გამოგეპასუხოთ შვილო. რა არის უსამართლობა ქალბატონო გითხრა? ჩემი დედა იყო დიდი მორწმუნე ადამიანი. ისიც ყველა ხომე შვილო ადამიანს სულზე აწევია ვინ როგორიაო. ოლეკიაძეს მე არ ვიცნობ. ტელევიზორში მაქვს ნახული იმისი, ლაპარაკი იმისი, შუბლზე წარწერა ამოვიკითხე. არის უმაღლესად ძალიან დიდი მადლობა. მომდენო ზარია გერში მოგესალმებით გისმენთ. დიახ. გისმენთ. ალო. გამარჯობა ეთერში ხართ. გამარჯობათ. მე კასპის მკვიდრი გაწუხავში და მინდა ორი სიტყვით რაღაცა ვთქვა თუ შეიძლება. დიახ გისმენთ. ძალიან მინდა რომ შევეხო კასპში განვითარებულ მოვლენებს. ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. კი, პირველ რიგში მინდა დავიწყო საუბარი იმით, რომ ქალბატონი ხათუნა თათანაშვილი, რომელიც ამ მომენტში თქვენს ეთერშია, არის პირველი ნაციონალი კასპში, რომელიც პირველი შემოვიდა გამგეობის შენობაში და კასპის რაიონში შემოიყვანა მთლიანად ეს ნაციონალური ჯგუფი და თვითონ გააკეთა ჩართვა, რომ აკონტროლებდა რაიონს, თავისივე სიტყვების ამონარიდი მინდა გითხრათ, აკონტროლებდა, კონტროლი და კონტროლი ვერ გაუგია რა არის. კორექტულად თუ შეიძლება. მეორე მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები მუდმივად არ აძლევენ საშუალებას კასპის მცხოვრებლებს, რომ დაისვენონ. ხათუნა თათანაშვილმა ვერცერთ რაიონში და ვერცერთ ხელისუფლებაში ვერ მოიკიდა ფეხი. ძალიან დიდი მადლობა. მე გაგაწყვეტინეთ საუბარს, იმიტომ რომ ჩვენ არ საუბრობთ დღეს ხათუნა თათანაშვილზე და იგივე ქალბატონ დალიზე და ასე შემდეგ. საუბრობთ კასპში განვითარებულ მოვლენებზე. ძალიან დიდი ბოდიში თუნდაც შეგაწყვეტინოთ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი. მორიგი მაყურებელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს და შესაბამისად ესე ვერ დაგასრულებთ. მოგცემთ ყველას დროს. მაყურებელია ეთერში. ალო, შეიქნება? დიახ, ისმენთ. გერაცელეთ, ხათუნა თათანაშვილი მართლაც ესეთი პიროვნება ვერცერთ საზოგადოებას ვერ ეგუება, ვერც ხელმძღვანელობას. რაც შეეხება ოლეგ იაძეს, ის ძალიან დიდი პატრიოტია, დიდი სპორტსმენიც არის, დიდი პატრიოტიც არის კასპის და დიდი პატრიოტი ქართველი კაცია. ძალიან დიდი მადლობა. მე მაყურებლებს მოგიწოდებ და გთხოვთ, უბრალოდ შემითხოვნა იქნება, იმიტომ რომ ჩემი გადაცემა და ამ შემთხვევაში მაქვს ამის უფლება. ჩვენ დღეს არ ვახასიათებთ ადამიანებს ვინ როგორია და რანაირია. საუბრობთ კასპში განვითარებულ მოვლენებზე. თუ გსურთ დააფიქსიროთ აღნიშნულთან დაკავშირებით აზრი, ამ შემთხვევაში დარეკეთ. მე არ მსურს ჩემს გადაცემაში შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმოდეს. მე ერთი კითხვა მაქვს ყველასთან და თუ შეიძლება რომ გამცეთ პასუხი. ძალიან დიდი ბოდიში ვხედი მაყურებელს, ზარები არ წყდება, ძალიან ბევრი ზარი შემოდის, თუმცა გთხოვთ ამ შემთხვევაში ჯერ ვერ გაგიყვანთ ეთერში, იმიტომ რომ კითხვები მაქვს დასასმელი თან ძალიან ბევრი ჩვენი სტუმრებისთვის. ქალბატონო რუსუდან მე ონეგიაძე მითხრა ასეთ რაღაც თქვენზე, რომ ძალიან გაღელვებთ კასპის ბედი და გინდათ საუბარი კასპთან დაკავშირებით. მოდით ვისაუბროთ. ოლეგიაძე აკეთებს ძალიან ასე ვთქვათ, თამამ განცხადებებს ყოველთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატო საუბრობს ეს ადამიანი ყველაფერზე ასე თავისუფლად, ასე გულხიად? ფიქრობთ, რომ ეს ადამიანს კარგს მოუტანს და რაიმე რაზე მუშაობს ოლეგიაძე ამ შემთხვევაში, რომ ესეთ თამამ განცხადებებს აკეთებს ყოველთვის ტელეკამერებთან? მე ვარ 70 წლის ქალბატონი. 20 წელი დამშვის სახლში, როგორც ზვიად გამსახურდიეს იდეების მომხრე. მქონდა დიდი თანამდებობა. მოკლედ ვიტყვი. ამ შემთხვევაზე თუ გინდა ტრიალეთზე მე მქონდეს დიდებული წარმოდგენა, პირველად ვარ მე თქვენ ტელევიზიაში, მე გთხოვთ რომ ერთი ჩვენს ტელევიზიაში დიდებული წარმოდგენა უნდა ქონდეს, იმიტომ რომ 5 წუთის უფლება მომეწია. 5 წუთს ქალბატონო ფიზიკურად ვერ მოგცემ. 3 წუთი იყო. გისმენთ დაამთავრეთ. რა მინდა გითხრათ? დიახ. ჩემი ოჯახია რეპრესირებული ოჯახი.
და შვილი მყავს მე ხათუნამ კარგად იცის ჩემი ოჯახი და ჩემი შვილი. ორი ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და ამჟამად ჩემი შვილი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ეგ არაფერი. ჩემი თავი ჯანებას ყველაფერი, ოღონდ ჩემი სამშობლო იყოს კარგად, ოღონდ ჩემი რაიონი იყოს კარგად. როდესაც ქართული ოცნება წარმოიშვა და ივანე ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა საქართველოში და განაცხადა, რომ ეს მე დავრეკე ვახტანგ ხარჩილავასთან, გაზეთის რედაქტორი, საერთო გაზეთის რედაქტორთან და ვთხოვე მისამართი მოეცა ქართული ოცნების ოფისის. და იმ დროს წავედი იქ, როცა პირველ სართულზე ჯერ რემონტიც არ იყო დამთავრებული და გავწევრიანდი მარტის თვეში. როდესაც ჩამოვედი ხათუნას დათანაშოს უთხარი, რომ იგავწევრიანდი, ხათუნას რატომღაც არ ვიცი მე რაღაც დაემართა და რა დაემართა არ ვიცი. მე მინდა ხათუნას ვკითხო დედაშვილობად. ძალიან მიყვარდა ხათუნა. არც ახლა არ ამწობს, რატო უნდა მწვდეს? თუმცა რატო ვიყავით ოფისის ხელმძღვანელი იყავით თქვენა? დახარისხებულები, ეგრეთ წოდებული ზვიადისტები, უფრო ცუდი სიტყვებით, ჩვენი საბუთები ეწყო ზვიადისტებისაც ალკე. რატომ იწერდით ჩვენ საუბარს სადღაც ხომე რო დაგირეკავდით, ან გესაუბრებოდით? რატომ მიგვითითებდით ასაკოვან ხალხს, ვისაც არ მოგწონთ, წაბძანდითო? რატომ დატოვეთ ოფისი? რატომ ახვიეთ ამ გამოთქმაზე მოდის ვიხდი მთელი დოკუმენტაცია, გაანადგურეთ თუ დაწვით თუ გადაკარგეთ, ჩვენ ხო კარდაკარ დავდიოდით და ჩვენ რატო დაგტოვეთ უპატრონოთ, აი წყემსი რო დაეკარგება ფარას ისე. რა იყო ჩემო ხათუნა შვილო? თუ თქვენ მართალი იყავით, რატომ გარბიან ეს დამნაშავები და პირველი რატო გაიქეცეთ თქვენ საქართველოსთან? რა იყო მიზეზი? გენაცვალოს რუსი კოდეა. და რატო რას ვაშავებდით ჩვენა? კარდაკარში ჩაგვთეთ? ერთი წუთით პასუხს გზემთ ბატონო რუსუდან. მე არ ვიცი ახლა საერთოდ ერთი წუთით რა. ერთი წუთით პასუხს ადამიანი დააფიქრო საკუთარი აზრი ბატონ დაიწყო. რეკლამა წერი მიტინგებზე სულმე. ოლეგიაშვილი ჩაგვიდგა სათავეში, ოლეგიაშვილი პირველად წარმოგიდგინა ონოფრიშვილმა როგორც დეპუტატობის კანდიდატი ჩემ მიკრორაიონში დასახლებაში. ოლეგიაძე ხალხი. დიახ, ოლეგიაძე წარმოგიდგინა ონოფრიშვილმა როგორც კანდიდატი დეპუტატობის. მე გამოვედი ჩემი სახლია იქ და გამოვედი სიტყვით. და თქვი ალბათ ოლეგიაძე მოგხედავს, იმიტომ რომ არასდროს არც ერთ დეპუტატს ჩვენ თავი არ შეუწუხებია კასპისტვის მეთქი. მოგხედათ ოლეგიაძე ხალხს და ხათუნა რატო ახსოვდა? ესე იგი დეპუტატობა უნდოდა. მე საკრებულოს თავმჯდომარეობა უნდოდა. ოლეგიაძე რა პიროვნება იცით? მე გეტყვით რა პიროვნებაც არის. უპატიოსნესი. მართალი კაცი. მართლაც რო აკაწერია რაც არის. ბატონ პასუხს ვერ გამიიღებთ თუ დამთავრდება საერთოდ რო ხოთ გავცეთ პასუხს. ჩვენ შეგვაჩვიეს 20 წელი უნამუსობას და ვერ იტანე პატიოსან კაცს ოლეგიაძეს. ისმეთ ბატონ ხათუნა გაიცით პასუხი. მე გავცემ მხოლოდ ერთ კონკრეტულ იმაზე, ვინ მიატოვა ეს არ მესმის ქალბატონი რუსუდანი რას ამბობს. იქიდან გამომდინარე რომ ეს თუ უნდა გაერკვია იქ როდესაც დარჩა იმ კოალიციაში, რა თქმა უნდა მე კოალიციის წევრი ვიყავი, უბრალოდ გადავედი ბოლო ერთი თვე ანუ შავი სამუშაო რომელიც გავაკეთეთ, დავტოვეთ შემდგომ ბოლო ერთი თვე გადავედით სხვაგან სამუშაოდ. ეს იყო ეს მიმართოს თავის ხელმძღვანელობას და გაარკვიოს იმ ხელმძღვანელობასთან, რომელიც შემდგომ მასთან დარჩა. დღეს საუბარია იმაზე, დღეს რა ხდება კასპში. კასპში დღეს ხდება ის, რომ კასპში დღეს ფაქტიურად ხელისუფლება არ შეცვლილა, კასპში არის საბოტაჟი და ამ საბოტაჟს ხელს უწყობს. არ ვიცი, მოდი წარსულს დავანებოთ თავი, ეს გაარკვიონ მათ თავად ხელმძღვანელობასთან, ვის დასაცავად დღეს მოსულები არიან. დღეს მე ხათუნე თათანაშვილი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ფრაქცია ქართული ოცნება რესპუბლიკელების და საკრებულოს წევრი, დგევარ იქ, სადაც დგას კასპის მოსახლეობა. კასპის მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა. არჩევანი გააკეთა იმისა, რომ ძველი კლანი, რომელიც წლების მანძილზე იყო კასპში და დღესაც ძალიან დიდ კომფორტს გრძნობენ, ძველი კლანი გააცილა და აიჩი ახალი ხელისუფლება. ფაქტობრივად დღეს კასპში არის საბოტაჟი, მცდელობა იმისა, რომ საბოტაჟს ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე პლუს ოლეგიაძე. ფაქტობრივად კასპის მოსახლეობა წეგან ქალბატონმა დალიმ კარგად აღნიშნა, ეს ბოლო ერთი კვირა არ არის, რაც ესეთი საგანგაშო მდგომარეობა არის. ფაქტიურად ეს საგანგაშო მდგომარეობა არის მას შემდეგ, რაც დამთავრდა
არჩევნები. იმის გამო რომ კასპის მოსახლეობამ ვერ დაინახა ცვლილება, არათუ ცვლილება დაინახა რომ თანამდებობაზე ინიშნებიან ადამიანები, რომლებიც ოდესღაც ვითომ პოლიტიკური დევნილები იყვნენ, ვითომ ოდესღაც ეს ადამიანები კიდევ ისეთები, რომლებიც რიცხავდნენ ანგარიშზე ნაციონალური მოძრაობისა გარკვეულ თანხებს და ფაქტიურად ხდებოდა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ადამიანების გადაყვანა და ასე ვთქვათ კარუსელის დატრიალება და ამას ხელს უწყობდა როგორც ეს კლანი, რომელიც წლების მანძილზე იყო, მას ფარველად გამოუჩნდა კოალიციის სახით მოვლენილი დღეს გამგებელი. რა თქმა უნდა, ხათუნა თათანაშვილი ყოველთვის დგას იქ, სადაც ხალხი იდგა. ძალიან კარგად მცნობენ აქ ჩვენს მოპირდაპირე მხარეს ჯდომი ადამიანები და კასპელებიც. რა თქმა უნდა, ხათუნა თათანაშვილი ამაზე ხმას ამოიღებდა. რა თქმა უნდა, დიდი ბრალდებები წამოვიდოდა ხათუნა თათანაშვილზეც და გიორგი ბესტავაშვილზეც, რომელიც კასპის მოსახლეობის სახით ასევე ბერეგუებოდა იმ usამართლობას, რის გამოც ამ მოსახლეობამ წლების მანძილზე რეგუებით ხალბატონო ხათუნა რა კონკრეტულად რო გქონდა სტატისტიკის როლში არა მე საერთოდ არ მომცემია საშუალება ხალბატონ დალი საუბრის მე მგონი საერთოდ არ მომცემია თქვი ჯერ საშუალება საუბრის მოგახსენებთ ეხლავე მე ვფიქრობ რომ ცოტა ბატონო გიორგი აუცდით ჩვენ ახლა ჩვენი საუბრის საგანს რაღაცა ვიწრო ბრალდებებზე გადავიდა ჩვენი საუბარი როცა კასპის პრობლემატიკაზე სალაპარაკოთ მოვედით რაც შეეხება იმას რაც ლევან მობძანა წეღანაკ ნაციონალებზე იყო ლაპარაკი იყო მიხეილ ზერიკიძეზე ლაპარაკი რომ პირველი ნომერი ნაციონალი მე იმის მომხრე გახლავარ პირდაპირ გეტყვით და ხათუნა ვიცი რომ აბსოლუტურად იზიარებს ამას იქ ალბათონმას დარეკა თქვენთან ეთერში და თქვა რომ რას ნიშნავს ნაციონალი ამ სიტყვის უკან როცა ჩვენ ლაპარაკობთ ნაციონალს რა თქმა უნდა არ გულისხმობთ ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პარტიაში იყო გაერთიანებული ან მხარს უჭერდა ამ თუ იმ ფორმით. რადგანაც ამ ფორმით სელექცია ადამიანების და გრადაცია არც ერთ შემთხვევაში არ არის სწორი. ეს უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში რომ ვთქვათ ვიღაც ყველა თავის დროზე რაღაც ფორმით დღევანდელ ყოფილ ხელისუფლებასთან რაღაც ფორმით შეიძლება ან ხმა მიუცია არჩევნებში ან რაღაც აქტივისტი იყო ან რაღაც ფორმით თანამშრომლობდა. აქ არის ლაპარაკი იმ ადამიანებზე, ვისაც კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულები აქვს ჩადენილი, ან ძალიან მძიმე მორალური დანაშაულები აქვს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი. ეს არის ხალხი ვინც გაბატონი დალი ჩვენთან ჩვენ ერთად ვიბრძოდით აი ამ ხელისუფლების დასამარცხებლად ქალბატონო მე სანამ თქვენ ოპოზიციონერი გახდებოდით მე თავისუფალი დემოკრატიის ადმინისტრაციის უფროსი გახდით ისე კარგად ორატორულად საუბრობ და არც ერთ მიტინგზე არ მე მიტინგებზე გამოსვლის თქვენთან ერთ თუ უფლებას მომცემთ ძალიან დიდ პატივს გქცევთ თუ უფლებას მომცემთ მე გაგცემთ პასუხს თქვენ მე მიტინგებზე გამოსვლას ვარჩევდი რომ ის მეკეთებინა რაც უფრო კარგად მეხერხებოდა ქალბატონო ну რას იზავთ ახლა თქვენ თუ არ გინახავთ ანიშნავს რომ მე ოპოზიციაში არ გახლით და შესაბამისად ნაციონალებს რაც შეეხება რაზეც იყო ლაპარაკი იყო იმ ადამიანებზე ლაპარაკი იყო საკრებულოს თავმჯდომარეზე რომელსაც ბატონი ოლეგი ძალიან კარგ ბიჭად მოიხსენიებს და ეს არის ადამიანი ვინც 100,000 ლარამდე აქვს აღებული მის საკრებულოს თავმჯდომარეობის განმავლობაში ხელფასის და პრემიის სახით კასპის რაიონის ბიუჯეტიდან რა თქმა უნდა და ეს კაცი იმასაც კი არ კადრულობს რომ სოფელში გავიდეს და მოსახლეობის პრობლემა ვერ დაასახელებთ ვერც ერთ შემთხვევას რომ ეს საკრებულოს თავმჯდომარე ერთხელ მაინც გავიდა რომელიმე სოფელში და პრობლემატიკით დაინტერესდა ასევე ამავდროულად მის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგოლაური ვინც შეგიძლიათ კასპში გაიგითოთ ნებისმიერი ფენის ადამიანთან ეს არის ადამიანი ვინც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში თავისნაირ ადამიანებთან ერთად ცდილობდა ეხეირა რაიონის ბიუჯეტიდან და საკუთარი ცხოვრება მოეწყო და კეთილდღეობა მოეწყო. ერთ წელს ანუ უბრალოდ მე მინდა რომ აზრი დავასრულო და ეხლა კი ბატონო და ამიტომ მნიშვნელოვანი არა ის თუ რა პარტიის პარტიული კუთვნილებას რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ნაციონალურ მოძრაობამ 9 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა აბუჩათ აიგდო ციხეებში ატარა პრობაციონერებად აქცია შეურაცხყოფ ცოცხებით გაუმასპინძლა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ამასაც აქვს მნიშვნელობა ვინ ნაციონალი იყო და ვინ არა. მაგრამ აქ არის ლაპარაკი იმ ნაციონალებზე, ვინც კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიოდნენ, როგორებსაც განეკუთვნებიან, მაგალითად მესროპაშვილი, გოგოლაური და კიდე არაერთი დღევანდელ ხელისუფლებაში კასპის და იმ ადამიანებზე, ვინც მორალურ დანაშაულს ჩადიოდნენ, როგორც დღეს ბატონ ოლექსი ყავს შემოკრებილი, მაგალითად რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, მისი აქტიური მხარდამჭერია. ეს არის კაცი, რომელიც პედაგოგებს და მოსწავლეებს უკრძალავდა აქციებზე წასვლას. აი ეს ადამიანებზე გვაქვს ჩვენ ლაპარაკი. გიორგი ბესტავაშვილი იურისტია. და ძალიან კარგად მოიხსენება, რომ საკრებულო არის არჩევითი ორგანო და ის ოლეგის გადასაწყვეტი არ არის იქ. ის მხარს უჭერს, დავით მესროპაშვილს არაერთხელ. ძალიან გთხოვთ რა, ძალიან გთხოვთ. მე არ ვერეოდი თქვენ საუბარში.
გვინდა აღინა 2014 წლამდე ესენი უნდა იყვნენ საკრებულოს წევრები, თუ მანამდე რამე არ შეიცვალა კანონმდებლობაში, ხო სწორია? ის რომ დღეს გოგოლაური, ის რომ დღეს მესროფაშვილი არიან საკრებულოს წევრები, თავმჯდომარე და მოადგილე, ეს არ არის ჩვენი ბრალი, არც ოლეგიაძის ბრალია და არც რა ქვია, არც ერთი ჩვენგანის ბრალი არ არის, ხო სწორია არა? ერთი მე მინდა გიორგი იცოდე. თქვენ რესი თქმაც გინდათ ბოლომდე თქვი, ძალიან გთხოვთ. ძალიან გთხოვთ. საიდანაც მოდის ეს ყველაფერი? რა სურვილიც გაქვთ? ერთი დღე არ ამოასუნთქეთ გამგეობა. ოლეგ იაძის დანიშნვის დღიდან ყოველ დღე კონფრონტაციაში ხარ. მაკითხვაზე მე გაგეცით ბატონ დალიბასი. ერთი წუთი ძალიან გთხოვთ, მე ძალიან ბევრი ვისმინე. 13,000-მა ადამიანმა ამორჩეულმა მისცა ქართულ ოცნებას რაიონში ხმა. და როგორ ფიქრობთ? ის ერთი მუჭა აქტივისტები, რომლებიც ყოველ დღე არ ჩაივლის, რომ რაღაცა კუთხით არ მოვაწყოთ აქცია, ვიღაცები არ სკოლის მოსწავლეები გამოიყვანეთ გიორგის სკოლიდან და დაიყენეთ გვერდში. ხო არის ეს ჩვენ გვერდით არის გნეს სკოლის მოსწავლეები ოცნების აქციებზე? არ უნდა იყოს პოლიციზმი, არ უნდა იყოს თქვენ გვერდით იდგნენ თუ არა არჩევნებზე სკოლის მოსწავლეები? ისმინე ერთი წუთი ძალიან გთხოვთ. რაც სიმართლე ჭეშმარიტება თქვით ის რომ ოლეგ იაძე ქვეყნის დამაქცევარია, ამაში არავინ არ დაგეთანხმება თქვენ. ყოველთვის ნეგატივზე მილაპარაკობთ. თქვენ ეს ერთი მუჭა ადამიანები არ გაჩერდებით. 10 წელი რო იყოს ოლეგ იაძე გამგებელი კასპისა. 10 დღეს არ ჩააგდეთ თქვენ რომ მართალი ბრძანდებით. 10 დღეს არა. ჩვენ ვერ გავჩერდებით, იმიტომ რომ 55,000 კაცის ბედიღბალი აბარი არაკომპეტენტურ ადამიანს, რომელსაც წარმოქმნა არ გააჩნია რაიონის მმართველი. 50 კაცით არ უნდა გადაწყდეს ოლეგ იაძეს ყოფნა არ ყოფნა რაიონში. ნუ უყურებთ ყველაფერს ნეგატივად. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პოლიცია ზარმონდრეობს ადამიანებს. ძალიან თქვენ ამბობთ, არა, თქვენ იმას უპას, თქვენთან გეკითხებით ამიტომ. თქვენ ანწუთას თქვით, არა, არ გაწყვეტილებთ პირიქით. ანწუთას თქვით, რომ 13,000 ადამიანმა დაუჭირა მხარი კოალიციას. ანუ 13,000 ადამიანმა აირჩია კოალიციის მაჟორიტარი. ხო ამას არ დასურვებთ. მაშინ დავით ონოფრიშვილი. მაშინ როდესაც ქალბატონი დალი მე უაღრესად დიდ პატივს გცემ და მომისმინეთ. არ მომისმინოთ, გამეცით მე პასუხი. დავით ონოფრიშვილმა მაშინ როდესაც აი ეს რის გამოც აირჩიეს ის მიმართა ორ სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წერილებით, რომ ამ 13,000 ადამიანს რა სჭირდებოდა კასპის რაიონში და ინიციატივით რომ გამოყოფილიყო 14 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და მისი წინადადება უნდა შემოსულიყო საკრებულოს სხდომაზე და მისი თანდართული დოკუმენტაციით, რატო შეიცვალა უცებ და რატო გახდა ეს წინადადება გუბერნატორის წინადადება, მაშინ როდესაც ყველა რაიონში ფორმა, რომელიც წარმოდგენილი იყო, არსად არ ეწერა გუბერნატორის წინადადება ინიციატივისა, მაშინ რატო წარმოადგინა გამგეობამ ინიციატივა დოკუმენტით გუბერნატორის. მაშინ გეკითხებით თქვენ, მაშინ გეკითხებით ქალბატონო დალი, გეკითხებით თუ აირჩია 13,000-მა კასპერმა კოალიცია დღეს რატო ყოველ დღე გუბერნატორი იქ არის კასპში, რატოა ვოიაჟები გუბერნატორთან ერთად რატო იგეგმება კასპის განვითარების მიღმა? ძალიან გთხოვთ, თავი დაალი. არა, ეს არ არის დამასრულებინე აზრი. ერთი შემთხვევა მიხარო ოლეგ იაძე და გუბერნატორი ერთად. ეს არის გამგეობიდან წარმოდგენილი დოკუმენტი. ოლეგ იაძე და გუბერნატორი ეს არის გამგეობიდან წარმოდგენილი დოკუმენტები, ეს არის შიდა ქართლის სხვადასხვა რაიონი, ჩვენთვის არის კი ძალიან გთხოვთ ახლოდან გადავიდეთ. ეს არის შიდა ქართლის ორი რაიონი, ერთი კასპი, სადაც კასპმა ქალბატონი დალი თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტს ვამბობ. ერთი წარმოდგენილი დოკუმენტებს ვლაპარაკობ. ის რაც კეთდება რაიონში, ის რაც დაინახე, ძალიან ბევრი რამე კეთდება რაიონში. ისი სახელი იმისა რომ ყოველ დღე ზეწოლებია თქვენ, ყოველ დღე მიტინგებია, ძალიან ბევრი საქმე კეთდება ხათუნა. და შემოდით კონკრეტულად დალი ძალიან ბევრი გამგეობაში ერთადერთი ადამიანი ვისაც თანამდებობაზე წერა-კითხვა შეუძლია. წაიკითხეთ.
რამდენი არის სუსტად ჩვენ დღეს ლაპარაკობთ დოკუმენტებით ეს დოკუმენტი რომელიც შესულია ვერ მოერება სიმართლეს ხათუნა იცოდე ძალიან ხოთ ახლიდან გადაიღოთ რა უნდა გადაიღოთ რა არის მაგრამ ძალიან აი ამ დოკუმენტზე რომელზეც წარმოდგენილია ხათუნა თითქოს ვერ ასვავ რა თვითონ დასვით კასპის მოსახლეობა მაიჩი კოალიცია ეს არის გორის ეს არის კასპის ეს არის გორის სამსახურის უფროსი დღეს ისევ ის არის ის ჩვენი დანაშაულია ის ოლეგიაძის მხარდამჭერია მე ის მაკვირვებს თუ ოლეგიაძის მხარდამჭერია რამდენი წერილია გაგზავნილი ვერ დავითვლი და ვერ დავაფიქსირებ ეს ინტელიგენციის დაშეხულია ხო გახსოვთ თქვენ ერთს გიტყვი დღეს კონკურსია გამოცხადებული ამ ადგილზე კონკურსით ინიშნება ჩვენ ის არა ვართ კონკურსზე ზეწოლა მოვახდინოთ ვინც დაინიშნება ეს ერთის ქალბატონდალი თქვენ წეგან მითხარით საკრებულოს თავმჯდომარის თქვენ ვერ წყვეთ ის ჩვენი მხარდამჭერი არა თქვენ კითხვას ვეუწევთ იკავით დავით მესოფაშვილის კარგ ბიჭობაზე რამდენ ეთერში ისაუბრა ოლეგიაძე მე თქვენგან ეგ მაინტერესებს რომ ძალიან კარგი ბიჭია დავით მესოფაშვილი რომელიც თქვენ მითხარით ჩვენ ვერ ვიხილით პირველად რას ნიშნავს მე გამოგიდგენთ მისი პიროვნება არ მაინტერესებს ის რომ ნაციონალიზმი ორუპირებულია ქალბატონდალი მომის პრეზუმპცია თუ ის დანაშაული იქნება პრეზუმპცია მოთხოვეთ გამგებელს რომელიც ნარკომანები და კრიმინალებს ოჯახის თორკავს ძალიან გთხოვთ რა მადლობა ჩვენ ძალიან გამგებას მოსწავლელას მადლობა თქვენ მოწვევისთვის მე ყველა მაყურებელს ბოდიჟდით რომ ვერ გაგიყვანეთ ეთერში რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ისწავლით იმიტომ რომ საკმაოდ დაძაბული ასე ვთქვა დებატებში გადაიზარდა დღევანდელი ჩვენი გადაცემა ჩვენ საუბრობთ კასპში განვითარებულ მოვლენებზე ენდეთ თავარ რეპორტაჟს ყოველ კვირას 20 საათზე ნახვამდის